განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფაკულტეტების გაუქმება უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი ამ ინიციატივის გადახედვასა და პროცესში უნივერსიტეტის საზოგადოების სრულფასოვან ჩართვას ითხოვს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები სათანადო საჯარო განხილვის გარეშე მომზადდა და საფრთხეს უქმნის სასწავლებლის დაგროვილ გამოცდილებასა და მის ავტონომიას. ამ თემაზე დღეს მაშო დიასამიძე მუშაობს და დანარჩენ დეტალებზე სასაუბროდ ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაშო, გისმენთ. განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გარშემო პროტესტი გრძელდება, თუმცა ახლა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე პროცესებმა. უკაცრა ხმა გამოუშვით. ბოდიში Egari. ვარდები. Ai ვარდები შემოწუჩი. წუჩი. მაშო გესმის იმედია ჩემი ხმა? მაშო. მაშო ჩემი ხმა თუ გესმის მაყურებელს პასუხი აინტერესებს. მაშო მაყურებელს შენი პასუხი აინტერესებს. შეგვატყობინე. ვარდები. ერთი წუთი. ყველა უნდა გავიგო. მერდა ბიჭერბალო. მაშო გილოცო. მაშო. ერთი წუთი ვერ ბიჭერბალა. გილოცო ბატონო მაშო. აი ეს შემდგა. მაყურებელს რამე უთხარი. ანუ რეალურად ახლა განათლების რეფორმა დაუბრა, თუმცა ესე გამოვიდა ამჯერად. ეხლა თუ კიდევ ეთერში ვარ, არ ვიცი ყურსასმენიც მომძრო ამასობაში. კი, თანახმა. სახელით გილოცავ ჩვენ და ლაშას ამ შესანიშნავ თარიღს, გისურვებ დიდ ბედნიერებას, ვილოცავ ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს, ყველა შენს მეგობარს, ახლობელს და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი ტელეარხის და ჩვენი საინფორმაციო სამსახურის სახელით გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს. მოკლედ შესანიშნავი კადრებია და მაყურებელი ნამდვილად არ არის განებივრებული საინფორმაციო გამოშვების დროს ასეთი ემოციური და შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული კადრების ხილვით და კიდევ ერთხელ მადლობა ლაშას და კიდევ ერთხელ ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო თქვენ.